ქართული ოცნება რომ ბანდა და თავხედების ბანდა, ამასთან ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ერთ-ერთი მადასტურებელი, ერთ-ერთი ბოლო მადასტურებელი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ბანდამ და მისმა ბანდიტებმა BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართეს და ითხოვენ, რომ BBC-მ ონლაინ პლატფორმებიდან გააქროს, წაშალოს, გაანადგუროს BBC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიისა და ფილმის მასალები, ფილმს ისიც თქვენ ჰქვია, როდესაც წყალი წვამს, ბრძოლა საქართველოსთვის, გამოქვეყნდა ეს ფილმი BBC-ს პლატფორმებზე და სტატიაც. გასული წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს პაპუაშვილი ამბობს, რომ ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან ეს მოვითხოვეთო, აგრეთვე მოვითხოვეთო, ამინდა შემეშალოს, კაფიო და საჯარო ბოდიშის მოხდაო BBC-ს მხრიდანო, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. კამიტზე არ ლაპარაკობს BBC, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. აგრეთვე ფაქტობრივი საფუძველის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისათვის უნდა მოგვიხადოთ ბოდიშიო. თითქოს საქართველოს სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ დროს, როდესაც შეკრების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ახლა პაპუაშვილმა ბანდიტმა გასროლილი ფოიერვერკი არ არის თავდასხმა და თავდასხმა რომც იყოს ქიმიური ნივთიერება, ქიმიური იარაღი თუ გამოიყენა მშვიდობიანი მოქალაქეების, ან თუნდაც არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს მეტი დანაშაულია, ვიდრე თავდასხმა სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მით უფრო თავდასხმა ფოიერვერკებით, იარაღი არავის არ აუღია და ჰაუბიცა არავის მიუტანია რუსთაველის გამზირზე. ეს პრინციპში ყველა ვიცით და კიდევ არის იქ სარჩელში სხვა პუნქტი, რომელზეც ასევე გავამახვილებთ ყურადღებას. BBC მაგიგითხარით, რომ ამბობს, რომ ჩვენო მივიღეთო საჩივარი და მასზე რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოვახდენთო, მგონი არაფერი გამოგრჩა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ქართული ოცნების ბანდა ამ წამამდე პასუხს არ სცემს მსოფლიო თანამეგობრობას, მათ შორის ქართულ საზოგადოებას, რა ნივთიერება გამოიყენა მან 2024 წლის 28, 29 და 30 ნოემბერს, აგრეთვე 1 და 3 დეკემბერს. ბანდიტმა მდინარაძე, ამას ხაზგასმით ვამბობ, ეგრეთ წოდებული გამოძიება ჩაატარა და ეგრეთ წოდებული გამოძიების დასკვნით საუბარია, რომ 4 და 5 დეკემბერს არანაირი ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებია, არც კამიტი და არც სხვა რომელიმე ბანდიტ ქართულ ოცნებას. მაგრამ კითხვა კვლავ ვიმეორებ აქტუალურია. 28-ში დაიწყო დემონსტრაციები, 29-ში გაგრძელდა, 30 ნოემბერს გაგრძელდა, 1, 2 და 3 დეკემბერსაც არბევდნენ მოქალაქეებს და აი ამ დღეებში, ამ 6 დღის განმავლობაში რა გამოიყენა ფორმალისტური თვალსაზრისით, მაინც უნდა გაეცა პასუხი ბანდიტ მინარაძეს, მაგრამ რანაირი ბანდიტი იქნებოდა ეს პასუხი რომ გაეცა, ის ხომ ბანდიტი აღარ იქნებოდა, მერქი კომპეტენტური პასუხი რომ გაეცა, უпроსტად ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ბანდიტი, რაც არ უნდა დემაგოგიური სიტყვები ჩაეწერა სუს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაღაც დოკუმენტში, რომელსაც გამოძიება თუ დასკვნა ჰქვია. ძალიან საინტერესოა ერთი დეტალი, BBC-ს წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივარი რომ დაწერა და BBC-ს რომ მიმართა. პაპუაშვილის თქმით, თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა და თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ანუ თუ არ წაშალეს ეს ფილმი და შესაბამისი მასალები, უკვე შემდგომ მიმართავენ ბრიტანეთის სასამართლოს. წადით მეთქი, გზა დამილოცნია მეთქი, შემიძლია თქვა ესე, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო დეტალი არის შიგთავსი, ანუ შინაარსი ამ საჩივარისა, ასეც შედარებით სწორილად და მსუყედ შევჩერდებით. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტია ქართული ოცნებაა საჩივრის ავტორი. არა და BBC არ ედავება ქართულ ოცნებას, პარტია ქართულ ოცნებას. მესმის, რომ გადღაბნილია ზღვარი პარტიასა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ჩვენ ხომ ფორმალისტური თვალსაზრისით მაინც დემოკრატია ვართ და უნდა იყოს გამიჯნული პარტია და ხელისუფლება, პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება. მესმის კვლავ ვიმეორებ, რომ პარტია სრულად არის, უცბად ხელისუფლებაში სრულად ქართული ოცნებაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს ზღვარი მაინც უნდა იყოს
დაცული და თუ ვინმეს უნდა დაეწერა საჩივარი BBC-ს წინააღმდეგ, უნდა ყოფილიყო სწორედაც რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ან მისი რომელიმე სტრუქტურა, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნახეთ რას ამბობს ქართული ოცნება პარტია. ამბობს რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მიმართ კამიტი რომ გამოიყენა ეს ტყუილია, არადა კვლავ ვიმეორებ რომ კამიტთან დაკავშირებით BBC-ს არც არაფერი არ უთქვამს, ეს უბრალოდ ვარაუდის დონეზეა რომ კამიტი იყო გამოყენებული. აქვე ვიტყვი რომ თუ მაინც და მაინც საჩივარი უნდა დაეწერა BBC-ს წინააღმდეგ ამ მუხთან მიმართებაში, სულ 4 მუხლია. უნდა დაეწერა ვინმეს, უნდა დაეწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა ზოგადად მთავრობას და მით უფრო ქართულ ოცნებას ბრალდება ის რომ კამიტი ან სხვა რომელიმე ნივთიერება გამოიყენა. ამიტომ ავტორი ამ საჩივარისა, ამ ნაწილისა, ამ მუხლთან მიმართებაში უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა არავინ. საერთოდ უნდა ვიცოდეთ რომ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ სახელმწიფო ორგანოს არ შეუძლია, მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დავა საკუთარი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის თაობაზე, რადგან სახელმწიფო ორგანოებს პატივის ღირსების ან რეპუტაციის დაცვის უფლება არ გააჩნიათ. ეს საერთაშორისო სამართლის მეთქი ასე გეტყვით. საერთაშორისო ნორმაა უფრო ზუსტი რომ ვიღო. მაგრამ თუ მაინც და მაინც დავა აიყო აუცილებელი BBC-სთან, თუნდაც BBC-ს მარეგულირებელში, საჩივრის ავტორი უნდა ყოფილიყო სწორედაც რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეორე მუხლი და ასევე მნიშვნელოვანი, ეს არის ქართული ოცნების პრეტენზია BBC-ს მიმართ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისე, რომ მათ თავდასხმებს ადგილი, მათ ანუ დემონსტრანტების თავდასხმებს ადგილი არ ჰქონია. სულ რომ ჰქონოდა მათ თავდასხმებს ადგილი ქიმიური ნივთიერების გამოყენების, ანუ ძალის ესე გადამეტების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა. ამასთან ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ არც 28, არც 29 და არც 30 ნოემბერს და არც 1, 2 და 3 დეკემბერს და 4 დეკემბერს და 5 დეკემბერს და შემდგომ დღეებში დემონსტრანტები ძალადობით არ გამოირჩეოდნენ. ის რომ ფოიერვერკი ისროლა თუნდაც პოლიციელების თუ გენერლის თანამშრომლების მიმართულებით 50-75 მეტრში ერთმა 7-მა თუ 47-მა დემონსტრანტმა ეს არ არის ძალადობა და ძალის გადამეტების, მით უფრო ქიმიური იარაღის შესაძლოდ გამოყენების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ზოგადად ხელისუფლებას, თუ რევათ ასე ვიტყვი, პარტიასაც გასაკვირველია არ ჰქონდა. მესამე და უმნიშვნელოვანესი პუნქტი. ქართული ოცნება ბანდიტების, ოღონდ არაკომპეტენტურების ამასთან და უტიფარი პოლიტიკოსებისაგან, ბანდიტებისაგან დაკომპლექტებული პოლიტიკური ბანდიტური სინდიკატი დავობს შემდეგს. ტყუილიაო, რომ რუსეთის ინტერესებს ვატარებს საქართველოშიო. ესო, როგორ დაგვაბრალა ჩვენ BBC-მო, ეს რეალურად არის შეფასება, მეც ან სხვაებიც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი ვამბობთ, რომ ქართული ოცნება არის რუსული პარტია. ეს არის ჩემი შეფასება. მე არა მაქვს ცნობა იმის თაობაზე, როგორ ელაპარაკება ლავროვს მაკა ბოჭორიშვილი, ან მით უფრო როგორ ითვალისწინებს მაკა ბოჭორიშვილი პირობითად ლავროვის ინსტრუქციებს როგორ უჯერებს მას. ამის თაობაზე ცნობა, WhatsApp-დან რაღაც ჩანაწერი თუ აბონაწერი, დოკუმენტი, სატელეფონო ჩანაწერი, სატელევიზიო ჩანაწერი, ვიდეო გამოსახულება და ასე შემდეგ არა მაქვს, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით ვამტკიცებ და სადაც გნებავთ იქ დავამტკიცებ, რომ ქართული რუსული ოცნება არის რუსული ოცნება, ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და ის ატარებს რუსეთის პოლიტიკას. როგორ შეიძლება BBC-სთან იდავო ამ შეფასებაზე, როგორც ასეთზე, ამგვარი შეფასებით გამოირჩევა საქართველოს 3.500.000 ამომრჩევლიდან 3 მილიონი ამომრჩეველი ამბობს ამას. პირობითად ლაპარაკობ ცხადია 1.247.000, მაგრამ ბევრი ამბობს, ხო შეიძლება ქართულმა ოცნებამ შეიტანოს 1.247.000 მოქალაქის ან სოფლიოს ნებისმიერი მაუწყებლის ან ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის სადმე ამ შეფასებითი კატეგორიის გამოყენებისათვის, შეფასებისათვის, რომელსაც მიახლიან ხოლმე პირში ბიზინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. თუმცა
ამის მიუხედავად BBC-საც, WSL-საც, CNN-საც, Washington Post-საც, ნებისმიერ აქაურ გაზეთსაც, ნებისმიერ აქაურ ექსპერტსაც, ვინც ამას ამბობს, თავისუფლად შეუძლია ქართული და ქართული ოცნების რუსული კავშირების თაობაზე და ქართული ოცნების მიერ რუსული პოლიტიკის გატარების თაობაზე ამის დამტკიცება, ოღონდ არა მურუსიძის სასამართლოში. ცხადია, თუ საერთაშორისო სასამართლოში ვიდავებთ ამასთან დაკავშირებით და თუ მიიღებს საერთაშორისო სასამართლო ამას, გასაკვირველია BBC-საც გაუიოლდება დამტკიცება, რომ პაპუაშვილი იქნება თუ კობახიძე ან ზოგადად ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ფრთებ ქვეშ მოქცეული ბანდიტები და ბანდიტუკები რუსულ პოლიტიკას ატარებენ, მაგრამ თავად სარჩელი ქართული ოცნების ხვალმიმეორებ და არა მთავრობის მიერ დაწერილი ჩამოწერილი არის აბსურდი საჩივრის ტექსტი. მაგრამ მეოთხე პუნქტი, რაზეც დავობს ქართული რუსული ოცნება, კიდევ უფრო აბსურდულია. იცით თქვენ, რომ ბიზინა ივანიშვილს ძალიან აღელვებს ის მდგომარეობა, რომელიც მის გარშემოა შექმნილი ამერიკაში უკვე დაასანქცირეს, ევროპაში დაასანქცირებენ და კარსაა მომდგარი ბრიტანული სანქციებიც, ამიტომ ეს პირი, რომელსაც ჯერაც დარჩა ბრიტანეთის იურიდიულ სივრცეში გარკვეული ქონება, გადაფსიხებულია, ისედაც არ არის დადაგებული, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად გადაფსიხებულია და ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს ყველაფერზე. არ არის ეს ჩემი ბრალი, მე მხოლოდ საპატიო თავმჯდომარე ვარ, პარტია დავაფუძნე, მაგრამ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში კი არ ვერევი ამის თქმას ცდილობს და ახერხებს თუ ვერ ახერხებს ეს ცალკე ამბავია, ჩემი მოსაზრებით ვერ ახერხებს, თუმცა ქართული ოცნების პროპაგანდით გამობიზინებული რომელიმე ამომრჩეველი შესაძლოა მე შემეწინააღმდეგოს და ბჭყალებში, გასაკვირველია საკუთარი არგუმენტებიც კი დამიპირისპიროს. არა და ბიზინა ივანიშვილი ყველაფერში ერევა. ირაკლი ღარიბაშვილი რომ დაიჭირეს, ამაშიც ერევა, ირაკლი ღარიბაშვილი რომ არ დაეჭირათ, ამაშიც ჩაერევა და კალაძეს თუ დაიჭერენ, ამაშიც ჩაერევა, კალაძეს თუ არ დაიჭერენ, ამაშიც ჩაერევა. ბიზინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული კონკრეტულად იმ სახლში თუ რაღაც იმ კორპუსში რა კორუფციული სქემები განახორციელა კონკრეტულმა მშენებელმა კალაძესთან თუ სხვასთან ერთად, მაგრამ ზოგადად საქმის კურსშია, რომ კორუფციაშია ჩამხრჩალი საქართველოს ხელისუფლება. შიდს ვერ გაუფრენია მნიშვნელოვანი შიდზე ვლაპარაკობ, ესე ვიტყვი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ბიზინა ივანიშვილის გარეშე, ეს რომ ვიცოდეთ, მაინც და მით უფრო, როდესაც დემონსტრაციები იწყება საქართველოში დიდი მძლავრი 28 ნოემბერს 2024 წლისა იმასთან დაკავშირებით, რაც თქვა იმის გამო, რაც თქვა ბანდიტმა ირაკლი კობახიძემ, ისევ და ისევ ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით და ბიზინა ივანიშვილის და რუსეთის დავალებით, ბიზინა ივანიშვილს ბუნებრივია იმ ღამეს არ ეძინა. მოდი ასე კი ადრე იძინებს, მაგრამ იმ ღამეს არ ეძინა, მას აინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და გომელაურს იქნებოდა თუ კობახიძეს იქნებოდა თუ სხვებს და სხვებს ისევ როგორც ადრეულ წლებში, მაგით 2019 წელს თავად აძლევდა დავალებებს. ხო და სარჩელი, კი არა, საჩივარი ქართული ბანდიტური ოცნებისა BBC-ს წინააღმდეგ მოიცავს თუ შეიცავს შემდეგ პუნქტსაც. ტყუილიაო, რომ ბიზინა ივანიშვილი მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ამას გვიმტკიცებს ქართული რუსული ოცნება ამ საჩივრის ავტორები, ანუ ქართული ოცნება პარტია, კვლავ მიმეორებ, პარტიას არანაირი უფლება არ ჰქონდა ამ საჩივრის დაწერისა და BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პირველი სტადიის დაწყებისა და ესეც რასაკვირველია მორიგის არაკომპეტენტურობა და სიგიჟეა. დიახ, მას შემდეგ რაც დამფრთხალმა ბიზინა ივანიშვილმა გაიგო, რომ დამატებით სანქციებს დაუწესებს ბრიტანეთი, სწორედ ბრიტანეთის იურიდიულ სივრცეში, ამ შემთხვევაში BBC-ს წინააღმდეგ დაიწყო დავა და ამ საკუთარ პაჟებს, ბანდიტებს, კობახიძეს და სხვებს, საჩივრის ავტორებს მოსთხოვა, როგორმე ამაცილეთ პასუხისმგებლობა, როგორმე მე არ გავისვარო იმაში, რაც თქვენი ჩადენილიაო, თითქოს თავად იყოს თეთრხელთათმანიანი ვაჟიშვილი და არა სისხლში ამოთხრილი დიქტატორი, რომელიც ისეთი მასშტაბური დიქტატორი, რასაკვირველია არ არის, როგორც არის თუ იყო მადურო, ან როგორც არის ასე მაგალითად ირანის სულიერი ლიდერი ბანდიტი, მაგრამ პატარა ჩვენს მასშტაბებში კმარიან საკმარისი მასშტაბის, საკმარისი სისასტიკის დიქტატორი. ამის მაგალითია, რომ პოლიტიკა მკვდარია, ამის მაგალითია, რომ პოლიტიკოსები საპატიმროში არიან, ამის მაგალითია, რომ სინდის პატიმრები ყავს, ამის მაგალითია, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოყენებულია სწორედაც რომ ქიმიური იარაღი, რომ ვიცოდეთ მაინც. მაღალი ალბათობით BBC
ან მაღალზე გარკვეულზე მაღალი ალბათობით BBC ამ საჩივარს არ მიიღებს უშუალოდ მის სივრცეში. უკვე შემდგომ, იმიტომ რომ პირველ ყოვლისა მომჩივანი არის ქართული ოცნება, შეიძლება ემან დააკმაყოფილოს მესამე პუნქტი, რომელიც აქ იგითხარით, არის ამგვარი, რომ ესე იგი რომ ქართული ოცნება რუსული პროექტია, რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ჩვენთვის უმჯობესია, რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება თუ 4-ვე საკითხთან დაკავშირებით ეს დავა BBC-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, მე ქართულ ოცნებას შორის გადაინაცვლებს არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანეთისა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, არამედ საერთოდაც სასამართლოში. ამ შემთხვევაში BBC-ს კონკრეტულად ამ ჟურნალისტებს ან ამ ორგანიზაციას, ამ მედია ორგანიზაციას, ამ ძლავრ მედია ორგანიზაციას, ცხადია, ექნება ბევრი საფუძველი, ბევრი დოკუმენტი, ასე გეტყვით, რომ ქართულ ოცნებას დაუმტკიცოს პირველი ის, რომ მან გამოიყენა გარკვეულზე მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღი, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. მეორე, რომ ამ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ძალა ისე, რომ მათ წინააღმდეგ, ანუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, პოლიციელებისა და გენერლის თანამშრომლების მიმართ არანაირ თავდასხმებს დემონსტრანტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია და რომც ჰქონოდა ქიმიური იარაღი არ უნდა გამოიყენებინა არც ერთ შემთხვევაში, არც სხვათა შორის არ უნდა გაერია, თუნდაც არაქიმიურ ნივთიერებაში ისე იმ კონცენტრაციით, რა კონცენტრაციითაც მაღალი ალბათობით გაურია და უკვე შემდგომ წყალს შეურია ქართულმა ოცნებამ ის, რაც გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. მესამე, BBC-ს გაუიოლდება, იგითხარით, დამტკიცება იმისა, რომ ქართული ოცნება რუსულ პოლიტიკას ატარებს, ეს საერთოდ საბოლოო ჯამში რიტორიკის ნაწილია და ეს არ შეიძლება სამართლებრივი დავა იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად თუ ამაზეც ილაპარაკებენ, კი ბატონო, BBC მე მგონი მზად იქნება, ვიმედოვნებ რომ მზად იქნება და მეოთხე, ვითომდათ ყვილია რომ ბიზინა ივანიშვილი მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ამას BBC ასე პირდაპირ ვერ დაამტკიცებს, მაგრამ რომ ბიზინა ივანიშვილი თუ დოკუმენტი არა აქვს მაინც და მაინც, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ამგვარი, ვითომაც როდესაც გაქვს შენ არადემოკრატიულ ქვეყნის არადემოკრატიულ მმართველობასთან საქმე და შენ გაქვს ფიქრი, ეჭვი, საერთაშორისო სამართალს აქვს ფიქრი და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ქართულმა ოცნებამ დოკუმენტების ნაწილი, თუ მაინც და მაინც ეს დოკუმენტები არსებობდა და არ იყოს ეპისიტყვიერი ბრძანებები ბიზინა ივანიშვილისა, გადამალა კამითთან ან სხვა ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტები, გადამალა სხვა დოკუმენტების შესყიდვების თაობაზე, გამხსნელებთან დაკავშირებით და დოკუმენტები, ბიზინა ივანიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მოკლედ, ქართული ოცნება არის მძიმე დღეში, ნაცვლად იმისა, რომ ის ყოფილიყო გახსნილი საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ჩამოვიდოდნენ, შეამოწმებდნენ და მისთვის სასარგებლო დასკვნას დაწერდნენ თუ, ანუ ქართული ოცნებისთვის, ხელისუფლება წოდებული ბანდისთვის, თუ ამგვარი დასკვნის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობდა, ქართულმა ოცნებამ თხარა და ახლა უკვე საკუთარი არაკომპეტენტური ქართული პარტია ქართული ოცნების მიერ დაწერილი საჩივარის არჩენით, მე მგონი რომ კატა გამოთხარა ან კატის გამოთხრის წინარე პერიოდშია. თუ ეს დავა გაგრძელდება, მე იმედი მაქვს რომ მე მინდა რომ გაგრძელდეს, ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტ რეპუტაციულ ზიანს მიიღებს და მეტად იხმაურებს რა, ვით უფრო მიიპყრობს ყურადღებას ცალკეული იმ მსხვილი მოთამაშეებისა, მსოფლიო მოთამაშეებისა, რომლებიც ამ ტურბულენტურ პერიოდში, ტურბულენციის პერიოდში, ხო, აღარ ანაკლებად ითვალისწინებენ მე-20 საუკუნის, მაინც ასე ვიტყვით, ქვეყნის ნებართვით, ან ვიდრე წლევანდელ წლამდე არსებულ საერთაშორისო სამართალს, როგორც ასეც, რომელიც მართლა მოძველებულია და რომელსაც ისედაც არღვევს ქართული ოცნება, ძველ სამართალსაც, არსებულ სამართალსაც, ძველ სამართალსაც და არ არსებულ მომავალ სამართალსაც კი, რომელიც უთუოდ ჩამოყალიბდება, რასაკვირველია, ანუ თამაშის წესებს არ იცავს მარტივად, რომ თქვა. და ქართული ოცნება იქნება უმძიმე, აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში. კიდევ რისი თქმა მინდოდა, ესე იგი სანდრო ბარამიძე წერს მეც იგივეს მაგ პრინციპში, მაგრამ მის იურისტი ბარამიზის მოსაზრებას გააგიზიარებთ, ჩაგიკითხავთ,
უმჯობესი იქნება თუ საჩივარი განხილული იქნება ზემოთქმულის მიუხედავად და ეს უმჯობესი იქნება რომ ეს კოჭლი საჩივარი ბრიტანულმა ორგანოებმა განსახილულად მაინც მიიღონ მეთანხმები მე ბატონ სანდროს ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კონცეფტს მოუხდეთ სასამართლოებში ისეთი მტკიცებულებების წარდგენა რომელიც ნათელს მოჰფენდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს მათ შორის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ანგზალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების ნაწილში კიდევ ერთხელ მამუკა მინარაძეს მამო მეთქი ხო არ მიუმართავაზე კობახიძეს იკა მეთქი ხო არ მიუმართავ ბიზნეს ბიძო მეთქი ასე მიუმარხო არ მიუმართავ მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ რა გამოიყენეთ ხალხმა 28 ქვეყნის მოღალატეებო რა გამოიყენეთ 28 და 29 და 30 ნოემბერს პირველ 2 და 3 დეკემბერს 2024 წელს რითი დაგწავლეთ რატომ არიან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დემონსტრანტები რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დღეების განმავლობაში იმ საპროტესტო აქციებში რომლებიც თქვენს წინააღმდეგ თქვენი როგორც რუსების თქვენი როგორც ბანდიტური დაჯგუფების წინააღმდეგ იმართებოდა რატომ არის ჯანმრთელობა შერყეული არაერთი მოქალაქე ჩვენს საზოგადოებაში ამაზე პასუხები არ აქვს ამ კითხვებზე პასუხები არ აქვს ახლა იჩივლეთ და იყავით მაგრამ თქვენ BBC-სთან დავაშიც დამარცხდებით და დანარცხდებით ისტორიული თვალსაჩინით ხომ უკვე დამარცხებულები და დანარცხებულები ხართ და ამ ქვეყანასაც რომ მალე მოშორდებით ესეც ფაქტია ნახვამდის